წინა სერიებში. ბატონო ჩერჩილ, გვამებია დასამარხი, ორმოები ამოთხარეთ. ღრმა ორმოები. ამას აქ ნუიზამ, ჩემი პატარას გამიმყავ. ფრედი! მე არ მისვრია ფრედი თორნისთვის. მე მენდობა. ხო გითხარით? მე მგონი ვიცი სადაცაა იარაღები დამალული. სიტყვა უნდა მომცეთ, რომ იარაღების ამომღების შემთხვევაში ტომას შელბის არაფერი არ დაუშავდება. ჩემთვის დიდი პატივი იქნება თქვენთან ერთად მუშაობა, ბატონო კიმბერ. არავინ მუშაობს ჩემთან ერთად. ხალხი ჩემზე მუშაობს. შავი ვარსკვლავი? ეგრას ნიშნავს. შავი ვარსკვლავის დღე. დღე, როცა ბილი კიმბერს და მის ხალხს ამოხოცავთ. გრეის. გამომყვები ცოლად. თქვენ უკეთეს სიმსახურებთ. ის არის? სად არის? წავიდა. ბარის გოგოსთან ერთად. Shelby. Service? გამომხედეთ. 2 საათში ვიხსნებით. ცოტა მოგვიანებით მობრძანდით. Police. პოლიცია. ინსპექტორო კემბელ. ხომშვიდობაა, სერ. მისმინე? ვიცი. ვიცი. გავიგე, რომ ჩემი რამდენიმე ოფიცერი აქ მოდის ხოლმე. კაცები მოდიან აქ გარკვეული მიზნისთვის. არტურ გაიღვიძე. სახლში წადი, იბანავე. ბავშვებს დახედე, იარაღებს დახედე. რატომ? რა ხდება? დღეს ვაკეთებთ. ურემი მოამზადე, ჩარლი. დღეს მოხდება. Storm comes a tall handsome man in a dusty black coat with a red right hand. მამიკო კეიტმა ისევ ჩაიფსა საწოლში. ერთ წუთში მოვალ მეგობარო. ჯონ, ხო გითხარი კარები სულ ჩაკეტილი დატოვეთქო. ნებისმიერ დროს შეიძლებოდა შემოსულიყო. ჩაიცვი. დღეს ვაკეთებ. ისე რომ იცოდე დღეს ჩემია ეს კაცი. იზრუნე რომ 9-მდე მორჩენილი იყოს. დაგაკუნება უნდა ისწავლო. დღეს დაგაკუნების დღე არ არის. უფალო გევედრები, ეს დღე მშვიდობიანად დაასრულე. გევედრები შელბის ოჯახს არანაირი ხიფათი არ შეახვედრო. თვალყური ადევნე ჯონს. მას ძალიან ბევრი პასუხისმგებლობა აქვს აკიდებული.
არტურს ადევნე თვალყური, რადგან მან უფრო დიდი შანსია საკუთარ თავს ავნოს ვიდრე სხვამ. ტომას ადევნე თვალყური. ვიცი როგორიც არის, მაგრამ ამას ჩვენი გულისთვის აკეთებს. ასე ვფიქრობ. ამენ. ამ ლოცვას ომის დროს ყოველ დილას ვკითხულობდი. იმედი მაქვს ბოლოჯერ მიწევს ამის გაკეთება. დღეს ბოლო იქნება. დღეის შემდეგ ლოცვები აღარ გახდება საჭირო. დავლაგდებით. ოჯახური შეხვედრა 10-ის ნახევარზე. ბოდიში რომ გალოდინეთ. ძალიან ადრეა. ხო, მე არ მიძინია ღამით. ბატონმა ჯანგმა თქვა, რომ თქვენ განსაკუთრებულზე განსაკუთრებული კლიენტი ბრძანდებით. გაბრძანდებით? გნებავთ ჩექმები გაგხადოთ. დიახ. და ეს? რა მჭიდროდ არის შეკრული? ჩვენ ასევე შეგვიძლია გაგირეცხოთ და გაგიუთოვოთ თქვენი პერანგი, სანამ ამას გავაკეთებ. ძალიან ეფექტური მომსახურებაა. არასდროს ყოფილხართ ასეთ ადგილას. არა უშავს. ხანდახან მოხუცი კაცები მოდიან ხოლმე, რომლებმაც სოლები დაკარგეს. სულ ასე ხდება. მოხუცი კაცები? ასეთი მოხუცი ვარ? არა, იმას ვგულისხმობ, რომ მე ვარ ახალგაზრდა. მოკლედ, თქვენ ახალგაზრდად გაგხდით. მეძავო. ზვირფასო გრეის. ამ წერილს დამძიმებული გულით გწერ. ზუსტად ვიცი, რაც გააკეთე და ვისთანაც გააკეთე. ამის შესახებ არაფერს ვახსენებ პატაკში. მაგრამ უნდა იცოდე, რომ საქმის კურსში ვარ, რომ ჩვენს დაუძინებელ მტერს მიუძღვენი შენი თავი. ეს არა მხოლოდ ღალატია, ამას რძენიცაა და ყველანაირ ზღვარს ცდება. მამა შენი შენ გამო შერცხვენილი იქნებოდა და მე რაც შემეხება, მე განადგურებული ვარ. შენ ყველა სახის პატიოსნების და ღირსების სტანდარტს უღალატე, რომელიც შენი პირშოს უფლება იყო. და რისთვის? სიყვარულისთვის.
ღმერთო ჩემო. პაპატი ეს მევქენი? არა უშავს. თქვენ განსაკუთრებულზე განსაკუთრებული კლიენტი ხართ. ცოტა ხნით ხომ არ დაждდებოდი ჩემთან. ხო. კოსტუმებისთვის. გინდა სასაცილო რამ მოგიყვე? კემბელი იყო უკანა ოთახში ჩემს ერთ-ერთ გოგონასთან ერთად. შეუიარაღებელი ვარ. საკვირველია ინსპექტორო. მეგონა ქალაქის გასაწმენდად მოხვედით და არა მეძავებთან დასაწოლად. საერთოდ არ გასხვავდები იმ სპილენძის ემბლემებიანებისგან, რომლებიც შენამდე მოსულან. არც იმათგან განსხვავდები, ვინც ჩემს შემდეგ მოვა, როცა მეწავალ. დანარჩენის აზრს ვერ ხვდები. ის მიიღე რისთვისაც მოხვედი. ხო, მივიღე რისთვისაც მოვედი. შეხვედრა მაქვს ბატონ უინსტონ ჩერჩილთან შუა დღეს. და ეჭვიც არ მეპარება, რომ მოლოცვას აპირებს იმ მოპარული იარაღების პოვნისთვის. და შენ ჯერ კიდევ არ იცი როგორ ვიპოვეთ, ხო? კარგია. გაგიმართლა. ხო? კი. ერთი რამ, რაც ვისწავლე არის ის, რომ მე და შენ ერთმანეთის საპირისპიროები ვართ. მაგრამ ამავდროულად ერთნაირები. როგორც სარკეში ჩახედვისას. ჩვენ გვეზიზღება ხალხი. და მათაც საპასუხოდ ვეზიზღებით. და ეშინიათ ჩვენი. დღის დასრულებამდე. შენი გული დაიმსხვრევა. ზუსტად ისე, როგორიც ჩემი. ჩვენნაირი კაცები. ბატონო შელბი. ყოველთვის მარტო ხელები იქნებიან. და სიყვარულსაც მივიღებთ. მასში ფულის გადახდა მოგვიწევს. დაგავიწყდა ინსპექტორო. მე ჩემი ოჯახი მყავს. სასიამოვნო დღეს გისურვებ. პატარავ. შენ უფრო გამოგდის მასთან ყოფნა ვიდრე მე. ჩემთან უფრო მალე იმიტომ წყნარდება, რომ რძის სურნელი არ მცემს. დაღლილი ხარ პატარავ. მოდი ჩავსვათ. ჩემებს ძუძუ ძალიან უყვართ. ორივე. შენ არ იცნობდი ჩემ შვილებს, ხო? არა, მაშინ მე თვითონაც პატარა ვიყავი. მათზე არასდროს საუბრობ. მიზეზი არ მქონია. გული მტკივდება მათი წარმოდგენის დროსაც კი. მაგრამ დღეს მაქვს მიზეზი. დაჯექია და. ისინი 3 და 5 იყვნენ. სალი 3 იყო, მაიკლი 5. 2 კვირა აკლდა 6 წლამდე. კვირა დღე იყო დილა. ეკლესიაში ვიყავი. არ გეპატიება. ამ სახეწაგრძელებულმა ბოზმა მითხრა, რომ არ მეპატიებოდა. ზეწრები გავრეცხე და გავფინე. მათ სასტუმროს ემბლემა იყო.
ყაჩაღობის დროს მოპარულები ყოფილან. მათ თქვეს, რომ კარისკაცი თავში ჩარტყმით გაუთიშებთ. სამეზობლოში ერთ-ერთმა ქალმა პოლიციაში ატყობინეს ზეწრების შესახებ. შეშურდა ახალი ზეწრების. და პოლიცია როცა მოვიდა და გაგჩხრიკეს, არყის დასამზადებელი აპარატი გვიპოვეს. ცოტა ჯინს ვამზადებდით ხოლმე. და ამის გამო მათ შვილები წამართვეს. და არასდროს უთქვამთ სად წაიყვანეს. ეს იმიტომ გააკეთეს, რომ შეეძლოთ და იმიტომ, რომ სუსტი ვიყავი. მაგრამ ისინი ვერასდროს შეძლებენ შენი პატარას წაყვანეს. იცი რატომ? იმიტომ, რომ ტომი არ მისცემს ამის უფლებას. ტომი არ მისცემს იმის უფლებას, რომ გადაგვიარონ. ტომია ის, ვინც ამ ოჯახს სიმტკიცე და ძალა შესძინა. იმიტომ, რომ იცის, რომ იმაცავიც ბოროტი უნდა იყოს, თუ გინდა რომ გადარჩე. ამას იმიტომ გეუბნები, რომ მინდა აპატიო. როგორ? როცა ჩემი ფრედი ციხეში უყება მის გამო. დღევანდელი დღე განსაკუთრებულია და შენ ეს უნდა იცოდე. კარგი ფრედი. წასვლის დროა. კემბელს მინდა გავუგზავნო შეტყობინება. ვერ მივცევ ჩემი ბრინგსტონის ციხეში გადაყვანის უფლებას. იქ მომკლავენ. ფრედი. შენ ბრინგსტონის ციხესთან ახლოსაც ვერ მიხვალ. ადექი. პრემიერ-მინისტრს პირდაპირ შევატყობინე იარაღების დაბრუნებასთან დაკავშირებით და ის აშკარად მისმენდა და დარწმუნებული ვარ, რომ ნახევრად გაიღიმა კიდეც. ის არასდროს იღიმება მხოლოდ მაშინ, როცა პოლიტიკური ოპონენტები კვდებიან. ვაპირებ თქვენი სახელი ახალი წლის პატივსაცემი ხალხის სიაში დავამატო. ეგ უკვე ზედმეტი იქნება, სერ. სისულელე. თქვენ ამას იმსახურებთ, როგორც მახსოვს, ბევრჯერ მოგიწერიათ ჩანერგილ მუშაკზე, ქალზე. ის მონაწილეობდა იარაღების აღმოჩენაში. იმსახურებს კეთილ ქებადიდებას. დიახ. მან გადამწყვეტი როლი შეასრულა. გვირგვინის ნამდვილად ერთგული მსახურია. არქივში ზუსტად ასე უნდა ჩაიწეროს. და იმ ადამიანებზე რას მეტყვი, რომლებმაც მოიპარეს ეს იარაღები? ასლები, კეპები, სერ. მათ თუ დავაპატიმრებ, ყველაფერი ღია სასამართლოში გადავა და როგორც ვიცი, ჩვენ ყველაფრის კონფიდენციალურად მოგვარება გვინდა. გათავისუფლდებიან? თლად ასე არა, სერ. იცით, მე გარკვეული გეგმები მაქვს ალესილი კეპებისთვის. კარგია. დაივიწყეთ ბიჭებო, მე მიხედეთ მაგას. კარგი. ყველანი იმიტომ შეკრიბეთ, რომ დღეს ბილი კიმბერს ჩავანაცვლებთ. ეს არის დღე, როცა პატივსაცემი გავხდებით. დღე, როცა ოფიციალურ ეროვნულ სადოღე ბუკმეკერების ასოციაციას შევუერთდებით, მაგრამ ჯერ ბინძურ საქმეს მოვაგვარებთ. ყველამ ვიცოდით, რომ ეს მოხდებოდა. მე უბრალოდ თარიღი არ მithქვამს. უოსტერის დოღზე წავალთ. იპოდრომი პირველზე იხსნება. ჩვენ ორზე მივალთ. კიმბერს გონია, რომ მის დასახმარებლად მივდივართ ძმები ლის წინააღმდეგ, მაგრამ ჩვენი ჯონის და მისი საყვარელი მეუღლის ესმას ძალისხმევით ძმები ლი ჩვენი ნათესავები არიან. ამ დილას ცოტა ხელი შეუშალეთ ამ ძალისხმევას და ყველას გაწმუნებთ, რომ ჯონი დიდ მსხვერპლს იღებს მშვიდობისათვის. კარგი, გეყოფა. ასე რომ ჩვენ და ლის ძმები ვიქნებით კიმბერის ბიჭების წინააღმდეგ. მათ მოვიშორებთ და დავტოვებთ იქაურობას. ელვისებური გამარჯვება მინდა, რომ თელმა ლონგონმა გაიგოს. რომ ჩვენ კანონიერი ბიზნესის მშვიდობიანი მართვა გვინდა. და კიმბერს რას უშვებით? მე მივხედავ. კიდევ გაქვთ კითხვები? დიახ. ვინმე წინააღმდეგი ხომ არ იქნება ახალ ბედა რომ შემოვიყვანო? მოდი. მინდა გაიცნოთ შელბის კლანის
უახლესი წევრი. კეთილი იყოს შენი სახლში მობრძანებაა და კარლი დავარქვით. კარლ მარქსის საპატივცემულოდ. კარლ სისხლიანი მარქსი, ერთი შემახედე? დაიწყო. შეხედეთ? ზუსტად მე მგავს. შეხედეთ. ეგ მისი ტრაკი გავს შენ. კარგი ბიჭია ის შელბია. აბა და ნაპატიები ვარ? თუ პოლი რასაც ამბობს მართალია, მაშინ კი. მართალია. მადლობა ტომი. მოკლედ ვინ ჯანდაბა ხარ? ის ვისაც თვალების შენარჩუნება უნდა. ისინი ჩემთან სახლში მოვიდნენ. მითხრეს რომ ამ საქმეზე მე გამეკეთებინა. ვინ გითხრა? ალესილმა კეპებმა. ტომი. გზიდან გადადით. ეგ რა ჯანდაბაა? როგორც ჩაშენი მეგობრები მოვიდნენ. მიწაზე დაწექი, თორემ შემდეგი შენ მოგხვდება. ისე ქენი რო კარგად დამეთხოს. მაპატიე, ამხანაგო. ჯანდაბა, შენ მკვდარი ხარ. არა, ლონდონში ვცხოვრობდი. ისე ერთი და იგივეა. შიგნით შედი. გაიგით მეგობრებო, მომისმინეთ. 9 ლიტრიანს და კიდევ ერთს დაამატებთ, მეტი არა. მე ვკისრულობ. მოდით ჩამოვაცხათ. იპოდრომის ბილეთები და ბუღალტრების სია? ბიჯაკში მაქვს. კარგად იმუშავე, გრეის. ოჯახის შემდეგ შეკრებაზე ვიზრუნებ რომ იქ იყო. ოჯახის წევრი რომ ყოფილიყავი? ხო, მაგრამ არ ვარ. ამის შეცვლა შემიძლია. ტომი, მაგაზე მე ვილაპარაკოთ, როცა დავბრუნდები, კარგი? და როდის დაბრუნდები? ესე იგი, ესე იქნება ხოლმე. შენ სახლში დამელოდები და რომ მოვალ, მეთქვი რა არის, რომელი საათიაო? კასრია შესაძლებელი. მიდი ტომი, უკან გადით. კარგად მიართვი სანამ წავალთ. გრეის, ვიხუმრე. ტომი, ლუდი გჭირდება. თქვენ თვითონ მიხედეთ თავს. ტომი, სიმართლე ისაა, რომ დოღიდან რომ დაბრუნდებით, მე აქ აღარ დაგხვდები. რას ლაპარაკობ? კარგი მისმინე. გრეის, ვიცი რომ ჩემნაირ კაცთან ყოფნისთვის არ დაბრუნებულ ხარ. მაგრამ მე ყველაფერს ვცვლი. და როცა ამაღამ დავბრუნდები, ყველაზე დიდი კანონიერი იპოდრომის სინდიკატის მფლობელი ვიქნები ქვეყანაში. და ვაპირებ, რომ იმ სხვა საქმეებს თავი დავანებო. იქნებ კლუბი გავხსნა, როგორც ლონდონშია. და კიდევ ერთი რამ. შენ კონტრაქტი გაქვს როგორც დასაქმებულს. ნამდვილ კომპანიასთან. გახსოვს? ყველაფერი მახსოვს, ტომი. ყველაფერი გამომივა.
ყველაფერს წარმატებით გავაკეთებ. ვიცი. დაქორწინებაზე არ ვამბობ. მე ჩვენ ვიცნობთ ერთმანეთს. შეგვიძლია დალაპარაკება. ერთნაირები ვართ. ტომი, რაღაც საშინელება გაგიკეთე. კარგი, იმასაც იგივე უთხარი, რაც წეგან მე მითხარი. გავიგე 2 ფურგონი მოდის სტრეთმონდის გზაზე. ჩემი ნაცნობი კაპრალი მეუბნება, რომ იცნო ვიღაცეები, თქვა რომ კიმბერის ბიჭები არიან და ისინი აქეთ მოდიან. ადა, გამოფხიზლდი. შენ და ბავშვი ბულრინგზე წადით, სადაც ბევრი ხალხია. რა ხდება? გვიღალატეს, ვიღაცა მენა ატლიკინა. კიმბერის ხალხი გზაშია, აქ მოდიან. გაუმკლავდები, ტომი? მარტო ჩვენ ვართ. ყველა ლიუორტერშია, ჩვენზე მეტნი არიან. შენი დედაც. კიდევ ვინ იცოდა შენი დღევანდელი გეგმის შესახებ? შენ არ თქვი საიდუმლოდ ვინახავდიო? კიდევ ის უთხარი. ხოლოდ ერთ რამეს შეუძლია შენნაირი კაცის დაბრმავება, ტომი. სიყვარულს. იმ ბარის გოგონა მქნა. მე მიხედავ გრეის. კიდევ სადმე რომ შეგხვდეს მოკლავ. შორს გაგიწევია. გავიგე რაღაც უსიამოვნება მოხდა. ინსტინქტი უცნაური რამაა. ზოგადად ადამიანებს ადვილად ვიცნობ, მაგრამ შენ აქ მალე სროლა ატყდება, ჯობს წახვიდე. ვიცით ვინც ხარ? ტომი მაციცის. ისე გამოვიდა, რომ იმ პოლიციელმა თვითონ უთხრა ამ დილით, მაგრამ მე ეს შენი პირიდან მინდოდა მომისმინა. მე სამეფო აგენტი ვარ. დაპატიმრების და ძალის გამოყენების უფლებამოსილება გამაჩნია, ასე რომ გთხოვ, გზიდან ჩამომეცალე. როგორც ვთქვი, ინსტინქტი უცნაური რამაა. ტომი ნამდვილად შეგიყვარდა, არა? ეს იარაღი დატენილია. შენი არ მეშინია. მეწოდები. პატარა ენატლიკინო. გეგონა მოხვიდოდი და ყველას ჩაგვიშვებდი? ყოლი აქ პოლიციის ჯაშუშები, მაგრამ შენ მათი დედოფალი ხარ. ხოდა ვინ ხარ ბოლოს და ბოლოს? დიდარი გოგონა ალბათ. უნიონისტი. მოხალისე ოლსტერიდან. შენ გეგონა ფენები, კომუნისტები, ღარიბი ხალხი. ყველა თანაბარია. ყველა ნაძირალა გეგონა. მაგრამ მე ტომის შეხვდი. ხელით გეჩხუბები და განახებ როგორ ჩხუბობენ დიდარი გოგონები. მეც უხეში ოჯახიდან ვარ. არა. ჩვენ ქალები უფრო ჭკვიანები ვართ. მიდი ორივესთვის ჩამოასხი სასმელი. აბა მართალი ვარ? შეგიყვარდა ტომი? კი. მაშინ მეწოდები. ფიქრობ რომ ის ჩემ მოკლას შეეცდება. მან სისუსტე გამოიჩინა. სისუსტე. შენსავით. შენის გადაარჩინა იმ ღამეს პოლიციელები რომ მოვიდნენ. ამიტომაც სვავთ ეხლა ჩხუბის მაგივრად. შენი გმართებს. როგორი იყო? საფრანგეთამდე. იცინოდა. ბევრს. ცხენებთან მუშაობა უნდოდა. მედლები მოიგო და კანალიზაციაში ჩაყარა. არც ერთი კაცი არ ბრუნდება მაქედან შეუცვლელი. იცი როცა ყველაფერი დასრულდება, შეიძლება გაპატიოს. შეიძლება მიგიღოს.
მამაკაცებს ვერასდროს განსაზღვრავ როგორ მოიქცევიან. ისინი იქით მიიწევენ საითაც აუდგებათ და აზრს ვერ შეაცვლებინებ. მაგრამ რაღაც უნდა გითხრა. მე არასდროს არ გაბადიებ. და არც მიგიღებ. და არც შემოგიშვებ. და მე ვმართავ ამ ბიზნეს ოჯახის გულში. და ჩემთვის შენ ჩამშვები ხარ. პარიზიდან. და ამ ქალაქს ხვალვე თუ არ დატოვებ. ჩემი ხელით მოკლო. ახლა წადი. იქნებ ასე ძალიან ისგაღელვებს, რომ ერთ დღესაც დაკარგავ მას. ტომი, მაწვილი ჰეი მილსიდან ამბობს, რომ პოლიცია მათ ატარებს. და როგორ მოხდა, რომ ყველა პოლიციელი გაქრა? იმიტომ რომ პოლიციამ უთხრა კიმბერს ჩვენი გეგმის შესახებ და პოლიციას ვინ უთხრა? იცი რა, ჯონ? თავი რაც არ უნდა ჭკვიანი მეგონოს, მე მგონი ეს მე გავაკეთე. კარგით ბიჭებო. მთელი ცხოვრება ომში გაქვთ გატარებული. ხო და ალბათ იცით რომ საბრძოლო გეგმები ყოველთვის იცლება და დედა ეთყნება. ხო და ახლაც ასე მოხდა, რაღაცეები შეიცვალა. მათ აქ შევებრძოლებით დღეს, მარტოები. ისინი ფაბისკენ მოდიან. შეეცდებიან რომ საბოლოოდ გაგვტეხონ. და დღეს კანონისგან დახმარებას ვერ მივიღებთ. ამ ფაბს გარნიზონი ჰქვია. ახლა კი ნამდვილად გარნიზონი იქნება. და ის ჩვენ გეკუთვნის, ხო? ხო? რამდენი არიან? ჯერემაი ამბობს რომ 2 ფურგონია. ესე იგი გამოდის რომ ჩვენზე 3-ჯერ მეტნი იქნებიან. შენი დედაც. მაგრამ ეს ჩვენ ვართ ბიჭებო. ჩვენ, small hit-ის შაშხანები. ჯერ არასდროს წაგვიგია ბრძოლა. წაგვიგია? არა. კარგით. ჯერემაი ვიცი რომ ფიცი გაქვს უფლის წინაშე დადებული რომ იარაღს ხელს არ მოკიდებ, მაგრამ შეგიძლია რომ ჩემი სახელით თხოვო და დღეს დაგვეხმარო? უფალი ამბობს რომ ის არ ერევა small hit-ის საქმეებში, სერ. ძალიან კარგი. არტურ, სკუტბოუტ, თქვენს ფლანგებს მიხედეთ, როგორც მაშინ. სერ, ხუჭუჭა, დღეს თუ რომელიმე შელბი მოკვდება, გვერდი დაგმარხე. კარგი? 10 წუთი გვაქვს. დაემშვიდობეთ, ვისაც გსურთ. გვატყობინებენ რომ დიდი რაოდენობით კაცების ხედან ავტომობილებში და ქალაქისკენ მოდიან. მათი უმეტესობის ვინაობა პოლიციისთვის ცნობილია, სერ. ვფიქრობთ რომ ბანდების გარჩევა უნდა მოხდეს. მინდა რომ ყველა ოფიცერმა და პოლიციელმა შემდეგი ტერიტორიები დატოვოს. ბორდელი, small hit-ი, shard end-ი, grit-ი და ჰეიმელსი. დატოვონ, ბატონო? დაუყოვნებლივ. და ეს მოძრავი ავტომობილები, რომლებიც ქალაქისკენ მოდიან, არ შეაფერხოთ. რა ჯანდება ხდება? ვაცადოთ ზაღლებმა ერთმანეთი დაჭამონ. ვაცადოთ მხედრებმა შთან თქონ ერთმანეთი. და შემდეგ ძვლები ავკრიფოთ. ესე იგი წავიდა. მიჩვეული ხარ, როცა ყველაფერს იღებ, რაც გინდა, არა, ტომი? ჩემი ფაბი გინდოდა და წამართვით. სამართლიანი თანხა მიიღე. მე ულტიმატუმი მივიღე. ისეთი ყველას რომ აძლევ. და თანხმდი, თორემ და მაინც უცნაურია. ყველა გარშემო მყოფს უნდა რომ მოიგო ეს ბრძოლა. ვფიქრობ საქმე იმაშია, რომ ცუდი ბიჭები ხართ, მაგრამ თქვენ ჩვენი ცუდი ბიჭები ხართ. აპირებ ბისმოძებნას. წარსულში დარჩა. წარსულზე არ ვღელავ. და მომავალიც აღარ მაღელვებს. აბა რა გაღელვებს, ტომი?
1 წუთი. ჯარისკაცის წუთი. ბრძოლის დროს მხოლოდ ეს გაქვს. 1 წუთი ყველაფრისთვის ერთად. და რაც აქამდე მომხდარა, არაფერია. და რაც შემდეგ მოხდება, არაფერი. არაფერია იმ 1 წუთთან შედარებით. წუთები საკმარისად არ ნახე? როგორც ჩანს, არა. ტომი აქ არიან. იარაღები ამოიღეთ, ბიჭებო და დატენეთ. არიჩქაროთ. ხელში გეჭიროთ, რომ შეძლონ იმის დანახვა, რაც გვაქვს. ბევრი იარაღი და არაფრის ტრაკი, ხო, ბიჭუნაბილი? აბა ახლა რას ვშევით? შენ უბრალოდ გაეცი ბრძანება. ის ადამიანები, რომლებიც გარნიზონის შესახვევში შეიკრიბნენ, შეიარაღებულები არიან. გესმით ჩემი? მათი თვითგანადგურების მეთოდი ჩემი საქმე არ არის. კიდევ მტყვია მფრქვევის გამოყენებაზე შემოვიდა შეტყობინებას. კანტუზია გადატანილი ჯარისკაცის ბოდვაა. 24 ვიპოვეთ იმ 25 ლუისის სოფებიდან. იმ ერთ თუ გამოიყენებენ. იცი, როცა ბელფასტიდან ჩამოხვედი, ძალიან მიხაროდა. ხელში მქონდა ესენი და ამათი კორუფცია ამოსული. როდესაც ის ტექსტი წარმოთქვი აქაურობის გაწმენდასთან დაკავშირებით, გულის სიღრმეში სიხარულის ნაპერწკალი ამენთო. შენ თქვი, რომ თვალის არიდება სატანის საქციელია. მე თვალს არ ვარიდებ, სერჟანტო მოს. მე პირდაპირ ვუყურებ დღის მოვლენებს და მომწონს. და მომწონს, რასაც ვხედავ. ასე არ უნდა ხდებოდეს, კიმბერ. უკვე გვიანია მაგისთვის. იმაზე დიდი ნაჭერი მოგბიჩე, ვიდრე დაღეჭა შეგეძლო, შეპატარა უმახნისო. ახლა კი წაგართმევ ამ სოროს. თუ იარაღს ვიყენებთ, და ეს შესაფერისი იარაღი გამოვიყენოთ. სერჟანტი თორნი, ადგილზე გამოვცხადი, სერ. რაღაცას ამბობდი, ხო, შეიარაღების უპირატესობაზე? გაიწიეთ. რას აკეთებ? როგორც ვიცი, ამას ნეიტრალურ ტერიტორიას ეძახიან. ადა, მოკეტე და მომისმინე. სულ გაგიჟდი? მოკეტეთ ხო? უმეტესობა თქვენგანი საფრანგეთშია ნამყოფი. და იცის ამის შესახებ რაც ხდება. მე აქ ძმები და ქმარი მყავს, მაგრამ თქვენც ყავთ ვიღაც, ვინც სახლში გელოდებათ. წინასწარ შევიმოსე შავებით.
მინდა რომ შემომხედო. ყველა მინდა რომ შემომხედოთ. თქვენთვის ვის მოუწევს შავების ჩაცმა? დაფიქრდით ამაზე. ამ წამს დაფიქრდით. და ისროლეთ რამდენიც გინდათ. მაგრამ ეს ბავშვი აქ დარჩება. და არც მე არ წავალ. ისე მართალია არა? ყველა თქვენგანი რატომ უნდა მოკდეს? მხოლოდ იმას უნდა ვეცოლოთ, ვინც ეს გამოიწვია. საკმარისია. მე და კიმბერმა ერთ-ერთზე გადავწყვიტეთ საკითხი. დასრულდა. ოჯახებს დაუბრუნდით. Schoolboat. ხუჭუჭა. ასწიეთ. ერთი კითხვა მინდა დავსვა და მერე წავალ. ტომიმ იცის ვინც ვარ. რა უთხარით? რა უთხარით? ვუთხარი რომ დღის ბოლომდე გულს დაუმსხვრევდნენ. ხო და როგორც ჩანს ორი გული დაამსხვრია გრეის. ჩემი გულის შათვლით. ეგაა ტომი, ეგ არის. გაუძელი. მიდი, გაუძელი. დაიჭირეთ. არ გაინძრეს. მიდი ტომი, მიდი. ეგ არის. ჯერ კიდე შემიძლებია. მიდი დალიე. კარგი, ღრმად ჩაის უნთხე. ეგ არის, მორჩა. ახლა შეგვიძლია ისე დავასაფლავოთ, როგორც ეკადრება. იმ საფლავზე, რომელიც სპეციალურად მისთვის გაითხარა. ხო. გორაკის თავზე. მოეწონება. დენი ვიზბენკს გაუმარჯოს. დენი. დაი ყველანი ორჯერ მომკვდარიყავით. დენის გაუმარჯოს. დენის გაუმარჯოს. წამოდით.
ჩვენი დღეა, აღნიშნოთ. აბა? ვინ გაიმარჯვა? ბატონი უილიამ კიმბერი იპოვეს ცეცხლსასროლი იარაღით მოკლული. ასე რომ როგორც ჩანს, ალესილმა კებებმა გაიმარჯვეს. სერ. კიდევ დავსწენ, რომ ფრედი თორნი გზიდან გაათავისუფლეს შეიარაღებულმა კაცებმა. იქიდან გამომდინარე, რომ მაგ მომენტისთვის პოლიციის ოფიცრები არ იმყოფებოდნენ ქუჩებში. თქვენი ბრძანებით. მან მოახერხა გაქცევა და ახლა მისი პოვნა გაჭირდება. ციხის ოფიცრებმა იცნეს თავდამსხმელები. ესენი ალესილი კეპები იყვნენ, სერ. არა კი, მივიდოდით და დავაპატიმრებდით რამდენიმე მათგანს, მაგრამ არავის არაფერი დაუნახავს. იქ არც ერთი ოფიცერი არ იყო თვითმხილველად რომ გამოვიყენოთ, სერ. ასე რომ შელბის ასწდება სასჯელი. როგორც აქამდე ხდებოდა. რაღაცეები არასდროს იცვლება, არა, სერ? Shelby Limited-ს გაუმარჯოს. მას ვაჟები დარჩა, უპოვოთ სამუშაო? არა, დაანებენ. აცადეთ ნორმალური სამუშაო იპოვონ როგორც ნორმალურმა კაცებმა. შეგიძლიათ ბატონ ჩერჩილს დამაკავშიროთ. დიახ, სერ. სერ. გადაწყვეტილება მივიღეთ ჩემს მომავალთან დაკავშირებით. ყველა ქალაქს ტოვებს. ტომი, შენ დაჭრილი ხარ? კარგად ვარ. რა შემიძლია გითხრა? არ ვიცი, გრეის. შემიძლია გითხრა ვინც ვარ სინამდვილეში? მე მგონი ვიცი. და შენც იცი ვინც ვარ მე. გარემოება არ არის მნიშვნელოვანი. გარემოება? სულ ესაა. უბრალოდ ფორმა. ხო. ოდესმე გადავაგდებ იარაღს მდინარეში. და რატომ არა ახლა? დაიმოდის ის სიტყვებიც. მიყვარხარ. და აი მიდის, გრეის. შორს მიდის. რამდენიც გვინდა, იმდენი შეგვიძლია ვილაპარაკოთ. მაგრამ შანსი არ არის. ლონდონში ვიქნები ერთი კვირით. ამ მისამართზე. დაასრულე შენი საქმეები და შემომიერთდი.
იდეა მაქვს. აი ისიც. დალევ. ვისკის არა. ბარის უკან თუ შეიხედავ, შამპანურის ბოთლს იპოვი. ის მან რომ იყიდა. დღეს კარგი დღე იყო. სანამ კიმბერლის თითოეული წევრი აქ იყო დაკავებული, ძმებმა ლიმ ყველა სიმაღლე აიღეს უორსტერის ტოხზე. ამაზე უკეთესად ვერ მოხერხდებოდა, რომ დაგვეგეგმა. ძმები შელბი ლიმიტედ. ამიერიდან მესამე უდიდესი კანონიერი დოღის ტრეკია ქვეყანაში. გაუმარჯოს. მხოლოდ საბინი და სოლომონსია ჩვენზე დიდი ბიჭებო. და მთელი ჩემი ოჯახი აქ არის აღსანიშნავად. ძმებ შელბი ლიმიტედს გაუმარჯოს. გაუმარჯოს. სხვებიც იქნებიან. სხვებსაც გაუმარჯოთ. ყველა მათგანს. ძვირფასო გრეის. მდივნის გარეშე ვწერ საკუთარ წერილებს და ვწერ ღვარძლის გარეშე. დიდი ხნის წინ ვისწავლე ჩემი მტრების ზიზღი. მაგრამ არასდროს მყარებია რომელიმე მათგანი. ნიუ-იორკის იდეა საინტერესოა. მაგრამ მე იმდენად თავდაუზოგავად მუშაობდი ამ დღისთვის, ამ გამარჯვებისთვის. პასუხისმგებლობები მაქვს. აქ იმ ხალხის მიმართ, ვინც უნდა დავიცვა და ვინც მიყვარს. ომამდე, როცა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება მჭირდებოდა, მონეტას ვაგდებდი. სავარაუდოდ ისევ ასე მოვიქცევი. პოლი მეუბნება, ნამდვილად შეყვარებული ხარ და პოლი არასდროს ცდება მაგ ამბებში. ჩემს გადაწყვეტილებას 3 დღეში გაგაგებინებ. მთელი ჩემი სიყვარულით, ტომას შელბი. გახმოვანებულია აჭარა.net.com-ის მიერ.